სალამი ყველას, მოკლედ ცოტა დამიგვიანდა ტრამპის და პუტინის შეხვედრის გამოხმაურება, დაახლოებით 3 დღიანი პაუზის აღება მომიწია, მაგრამ არა უშავს. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ამბის მხოლოდ ერთი ნაწილი ვნახეთ და მეორე და შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გველოდება ხვალ, როდესაც უკვე ზელენსკი ჩადის ევროპელ ლიდერებთან ერთად, ასევე ნატოს გენდივანთან ერთად ვაშინგტონში და იქ შეხვდება ტრამპს, რომელიც 2 დღის წინ მას მიძლობდა ვლადიმერ პუტინს ალიასკაზე. შესაბამისად, ხვალინდელ შეხვედრაზე, წინა პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე, მოლოდინებზე მექნება ამ ვიდეოში საუბარი და ცხადია დიდწილად შევეხები ალიასკის სამიც და შედეგებს. ვინ რა მიიღო, ვინ რა მოიგო ტრამპის და პუტინის შეხვედრის შემდეგ, ვინ დაბრუნდა სახლში გამარჯვებული. აი ამაზე მექნება საუბარი. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline, ანუ წითელი ხაზი. სულ უფრო მომწონს ჩემი YouTube არხის სახელი და ეს გადაწყვეტილება რომ სწორედ წითელი ხაზი დავარქვი, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ხშირად ბევრ თემას კარგად მიესადაგება ხოლმე. ამ შემთხვევაში წითელი ხაზი, ასე რომ ვთქვათ, იყო ის წითელი ხალიჩა, რომელიც პუტინს გაუფინეს სამხედრო ბაზაზე, როდესაც ის უნდა შეხვედროდა ტრამპს, როდესაც ის ჩაფრინდა ალიასკაზე, ესეთი სიმბოლური ამბავია და ეს იყო, ასე ვთქვათ, პირველი გამარჯვება პუტინის აი ამ სამიტზე მიღწეული. იმიტომ რომ უმალვე ეს ამბავი გახდა ტოპ თემა მთელ რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში და არა მხოლოდ რუსულში, რუსეთის მედიის გავლენით, რომ შემდეგ ვრცელდება ხოლმე გარკვეულ ქვეყნებში ინფორმაციები იქაც, მათ შორის საქართველოში და იყო ერთი ჟივილხივილი, რომ აი ხომ ამბობდით, რომ იზოლაცია ხდება პუტინის, ხომ ამბობდით, რომ მას ხელი არავინ არ უნდა ჩამოართვას, ახლა შეხედეთ რა ხდება, ის ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხვდება ტრამპს და წითელი ხალიჩით მიეგებდნენ. ეს იყო მთელი აი ამ პროპაგანდისტული გზავნილების მთავარი შინაარსი, რომელიც პირველ რიგში გააჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ. ზახაროვა ამბობდა სწორედ ამას, რომ აი ნიშნის მოგებით. კარგი, ხო, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი მიღწეული გამარჯვება. ესე იგი, ბევრი სხვათა შორის ფიქრობს და ამბობდა და ბევრი ასეთი მოსაზრება მოვისმინე თუ წავიკითხე, რომ პირიქით არის ამბავი და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა რაღაცა კუნთების და ძალის დემონსტრირება. აქ გულისხმობდნენ იმას, რომ აი ეს წითელი ხალიჩა იყო გაფენილი ამერიკულ ბომბდამშენებს შორის და აი ამ კორიდორში გამოიარა სწორედ პუტინმა, რომ აი ის როდესაც წითელ ხალიჩაზე მოაბიჯებდა, მაგ დროს B2-მა და F-22-მა გადაუფრინეს თავზე თურმე და ამან შეაშინა ვითომ პუტინი და ასე შემდეგ. თუ პუტინის წინააღმდეგ რეალურად ძალის დემონსტრირებაზე და კუნთების თამაშზე საუბრობთ, უნდა ვიგულისხმოთ რეალური საფრთხეები, რომელიც შესაძლოა არსებობს ან შესაძლოა არსებობდეს რუსი დიქტატორის წინააღმდეგ, ხო? ამ შემთხვევაში ის B2-ები და F-22-ები, რომელმაც თავზე გადაუფრინა, ან თუნდაც იქ ბაზაზე იდგა წითელი ხალიჩის გარშემო, ვერანაირად ვერ ჩაითვლება პუტინისთვის რეალურ საფრთხედ. ეს მხოლოდ ავიაშოუ იყო, მე თუ მკითხავთ. აი რეალური საფრთხეები, რომლის გასანეიტრალებლადაც პუტინი ჩავიდა ალიასკაზე, სხვა რამეს უკავშირდებოდა. ეს უკავშირდებოდა პირველ რიგში სანქციების თავიდან არიდებას, რომელიც კარზე ქონდა მიმდგარი, ხო? და ეს იყო მისი პირველი ამოცანა. იყო წაყენებული მანამდე გავიხსენოთ ულტიმატუმი, ჯერ 50 დღიანი ვადა ტრამპის მხრიდან, შემდეგ უკვე ეს ვადა შემცირდა რამდენიმე დღეში და 10 დღემდე ჩამოვიდა და ეს ულტიმატუმი გულისხმობდა, რომ თუ პუტინი არ წავიდოდა სამშვიდობო შეთანხმებაზე, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებდა მისი პარტნიორების დასანქცირებას, რომელიც პუტინის ომის მანქანას ამდიდრებენ. და ამაში იგულისხმებოდა ინდოეთი, ჩინეთი, ბრაზილია, თურქეთი და ასე შემდეგ ნებისმიერი, ვინც ივაჭრებდა სანქციების გვერდით ავლით პუტინთან და მისგან შეიძენდა ნავთობს. აი ეს იყო რეალურად პუტინისთვის საფრთხე და მე თუ მკითხავთ, მთავარი მიზანი, რატომაც ეს ამ სამიტის ინიციატივა მან წამოაყენა და შემდეგ ძალიან ბედნიერად მონაწილეობა მიიღო, იყო ეს აი ამ სანქციების თავიდან არიდება. თუ შედეგზე ვისაუბრებთ, ფანტასტიკური შედეგი დადგა პუტინისთვის, მან ეს სანქციები თავიდან აირიდა, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა პროცესი სულ სხვა ფაზაშია გადაყვანილი, მან მოახერხა ის, რომ ტრამპს ათქმევინა, რომ ფანტასტიკური შეხვედრა გამოვიდა, რომ ყველაფერი კარგად მიდის, რომ მხარეებმა რაღაცეებზე მოილაპარაკეს, ახლა უკვე მუშავდება გარკვეული ვარიანტები და მშვიდობას თანდათან უახლოვდებით თურმე. აი ეს ათქმევინა პუტინმა ტრამპს
და შესაბამისად, როდესაც ასეთი საუბარი მიდის, იქ უკვე ადგილი აღარ რჩება სანქციებზე საუბრისთვის და მუქარის ტონისთვის, ხო? ანუ მოკლედ რომ ვთქვა, პუტინმა ეს საფრთხე აბსოლუტურად მინიმუმ რაღაც დროით თავიდან აირიდა და ეს იყო მისი ნომერ პირველი ძალიან დიდი გამარჯვება ამ სიტუაციაში. მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვება პუტინის უკავშირდება სწორედ ამ იზოლაციის საკითხს. ისევ წითელ ხალიჩას უნდა დაუბრუნდნენ, რომელსაც მათ შორის მუხლებზე დაყრდნობილი ამერიკელი სამხედროები უსწორებდნენ პუტინს, ვიდრე ჩამოაბიჯებდა თვითმფრინავიდან და ესაც ძალიან სიმბოლური კადრი იყო სანახავად, ხო? ეს წითელი ხალიჩა და არაერთი დეტალი კიდევ რომელიც უკავშირდებოდა მის დომინანტ პოზიციაში წარმოჩენას და ვიზე ვსაუბრობთ ომის დამნაშავე პუტინზე, მკვლელზე, რომელსაც უამრავი 1000 ადამიანის სიკვდილზე აქვს ხელი მოწერილი უკრაინის მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილზე, ხო? ეს პუტინი, ეს ომის დამნაშავე მიიღეს განსაკუთრებული დიდებით, ნახეთ ტრამპის ბედნიერის სახე და ამ ყველაფრის ქვეტექსტი კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, იყო ის რომ რა მნიშვნელობა აქვს იმ ვიღაც უმნიშვნელო ხალხის კრიტიკას, რომელიც პუტინის იზოლაციის საჭიროებაზე საუბრობდა. აგერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან ბედნიერად წითელი ხალიჩით ხვდება პუტინს, ომის დამნაშავეს და მას ბედნიერად ართმევს ხელს. გარდა ამისა, იყო ბევრი სხვა დეტალიც, რომელიც მიანიშნებდა სწორედ პუტინის გამარჯვებაზე ამ შემთხვევაში და მის დომინანტ პოზიციაზე. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ რა მოხდა პრესკონფერენციაზე. თუ დავარქმევთ ამას საერთოდ პრესკონფერენციას, პრინციპში ეს არ იყო პრესკონფერენცია, სადაც ეს ფორმატი რას გულისხმობს, ხო? სპიკერები გამოდიან, შემდეგ უკვე მედიას აქვს საშუალება რომ კითხვები დასვას და პასუხები მოისმინოს. ამ შემთხვევაში არ იყო პრესკონფერენცია, იყო უფრო სიტყვით გამოსვლა, ორი სიტყვით გამოსვლა პუტინის და ტრამპის. აი ამ თანმიმდევრობასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც წესი, მსგავს სამიტებზე უპირატესობა ენიჭება მასპინძელს. ვინც არის მასპინძელი, ის ამბობს გამხსნელ სიტყვას. შესაბამისად, პირველი სპიკერი უნდა ყოფილიყო ყველანაირი ლოგიკით ტრამპი, შემდეგ უნდა მიეცა მას სიტყვა პუტინისთვის და მას ეთქვა თავის სათქმელი, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ჯერ პუტინი გამოვიდა სიტყვით და მნიშვნელოვანია, რომ ილაპარაკა გაცილებით მეტი დროის განმავლობაში ვიდრე ტრამპმა, სულ 14-15 წუთი დაეთმო ამ ბრიფინგს, ასე ვთქვათ, სიტყვით გამოსვლებს და ნახევარზე მეტი ისაუბრა პუტინმა. შემდეგ ცოტა ხანი ისაუბრა ტრამპმა. და რა მოვისმინეთ პუტინისგან? რაღაც ისტორიაზე დაიწყო ლაპარაკი, მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორ დაფრინავდნენ ამერიკელი და რუსი პილოტები ერთად და ასე შემდეგ, რომ ისინი როგორი კეთილი მეზობლები არიან, რა ცოტა მანძილი აშორებთ ერთმანეთისგან და საბოლოოდ მივედით მთავარ ამბავმდე და პუტინისგან რა მოვისმინეთ? არაფერი სამშვიდობო შეთანხმებაზე, არაფერი ცეცხლის შეწყვეტაზე, ითქვა ის, რაც ბევრჯერ მოგვისმენია, რომ არსებობს ძირეული საკითხები, ძირეული პრობლემები უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და მშვიდობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ ეს ძირეული საკითხები აღმოიფხვრება და არ დამეზარება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რას ნიშნავს, რა იგულისხმება რუსეთის ლოგიკით ამ ძირეულ საკითხებში, ხო? ეს არის დენაციფიკაცია, როგორც ისინი ამბობენ, დემილიტარიზაცია უკრაინის, რომ უკრაინას არ უნდა ყავდეს არმია, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, რომ უნდა გაიყვანონ ჯარები ყველა იმ ტერიტორიიდან, რომელზეც პრეტენზიას გამოთქვამს, ან ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს, ან ჯერ არ აქვს ოკუპირებული რუსეთს. რომ ეროვნული ენა უნდა იყოს რუსული ენა და ასე შემდეგ. და ხო, რაც მთავარია, ზელენსკი უნდა შეიცვალოს ამ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება არ უნდა ყავდეს უკრაინას და უნდა იყოს რუსეთის დანიშნული ვინმე მარიონეტი, ხო? აი ეს იგულისხმება რუსეთის პუტინის ლოგიკით ამ ძირეულ საკითხებში. ეს იყო და ეს და შემდეგ რა? გამოვიდა ტრამპი და თქვა, როგორი მნიშვნელოვანი და შედეგიანი შეხვედრა იყო, რომ როგორი ბრწყინვალეა ეს ყველაფერი. ეს იყო და ეს. ასე რომ 2-0, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პუტინმა ყველაფერი მიიღო ის, რაც ჭირდებოდა, მიიღო სანქციების მინიმუმ გადავადება თუ არა თავიდან აცილება და მიიღო აღიარება და ტაშის ყრა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგი მთელი აი ამ სპექტაკლის და აი ამ რაღაცა შოუს შემდეგ ტრამპის და პუტინის მონაწილეობით გახლავთ ის, რომ ახლა აი ამ ლოგიკით ბურთი არის ზელენსკის მოედანზე. ბურთი არის
ომში მყოფი მსხვერპლი სახელმწიფოს ოკუპაციის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს ხელისუფლების მოედანზე და დიდი ალბათობით ახლა უკვე თანდათან ხვალინდელ შეხვედრაზე და მის მოსალოდნელ შედეგებზე ვინაცვლებ, დიდი ალბათობით ხვალაც ვნახავთ იგივეც, რაც ვნახეთ თებერვალში, როდესაც ჩასული იყო ზელენსკი პირველად თეთრ სახლში ტრამპთან შესახვედრად. დიდი ალბათობით ხვალაც იქნება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან და პირადად მისი მხრიდან მცდელობა, რომ კუთხეში მიაყენონ ზელენსკი და მას დაუქნიონ თითი და უთხრან, რომ რა ვქნათ ძმაო, რუსეთი დიდი სახელმწიფოა, ჩვენი ანგარიშები გვაქვს ერთმანეთთან და შენ უნდა დათმო ტერიტორიები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ხელებს დავიბანთ და რა ვქნათ, ჩვენ ვერ გავამწოვებთ რუსეთთან ურთიერთობას, იმით რომ დაგეხმაროთ თქვენ, დანარჩენზე პასუხი აგეთ თქვენ. და ამის სიმპტომები უკვე გამოჩნდა და ახლა მე თქვენ გეტყვით თავად ტრამპის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა. უკრაინა მზად უნდა იყოს, რომ თავისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთს დაუთმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ომის გაგრძელების ფონზე კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს. ეს არის ტრამპის სიტყვები, შესაბამისად ყველაფერი გასაგებია, უკვე წინასწარ არის ეს იმის დაანონსება, რომ ხვალ ზელენსკის აი ამ თემაზე გაწნეხავს, სწორედ რომ დათმოს ტერიტორიები და პრინციპში დაყვეს პუტინის მოთხოვნას. ანუ რა გამოდის, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მან მოისმინა მისი მოთხოვნები რუსეთის პრეზიდენტის და ახლა შუამავალი იქნება, რა ვქნათ ძმაო, ეტყვის ზელენსკის, რუსეთი დიდი სახელმწიფოა, მე მასთან სხვა ანგარიშები მაქვს, რაღაცა სხვა ჭრილშიც უყურებ მე ამბავს, რომ იქ რუსეთი და ჩინეთი ძალიან არ დაახლოვდნენ და მჭირდება ახლა მე რუსეთთან ურთიერთობების დაალაგება და თქვენ უნდა დათმოთ ეს ტერიტორიები. ტერიტორიები, რომლისთვისაც ამდენი იომეთ, ამდენი სისხლი დაღვარეთ, ამდენი მსხვერპლი გაიღეთ და ასე და ასე. შემდეგ, რას ვიზავთ, დიდი ბიჭია და მოგერია და ახლობით ეგ ლოგიკა გამოდის ამ ყველაფრიდან. აქვე მოდით ვთქვათ, რაში მდგომარეობს პუტინის მოთხოვნები. რამდენიმე საკითხია, რომელიც მშვიდობის წინაპირობად წამოაყენა ტრამპთან შეხვედრის დროს პუტინმა, ამის შესახებ როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია და ჩამონათვალს წაგეკითხავთ, ესე იგი შეთანხმების მიღწევამდე პუტინი ამბობს, რომ ცეცხლი არანაირად არ შეწყდება, არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, კიევმა პუტინის მოთხოვნით სრულად უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან. რუსეთი გაყინავს ფრონტის ხაზებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ამჟამინდელ სექტორებში, კეთილინების ჟესტად რუსეთი სუმის და ხარკოვის ოლქების გარკვეულ ტერიტორიებს დაუბრუნებს უკრაინას. ყირიმზე უნდა მოხდეს აღიარება, რომ ის არის რუსეთის საკუთრება და ეს აღიარება უნდა იყოს იურიდიულად დადასტურებული. ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი უნდა გააუქმოს, უკრაინას უნდა აეკრძალოს ნატოში გაწევრიანება, პუტინი მზად არის უკრაინასთან დაკავშირებით მიიღოს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის ჩინეთის ჩართულობით. და ბოლოს რუსული ენა უნდა იქნას აღიარებული სახელმწიფო ენად, თუ არა მთელ უკრაინის ტერიტორიაზე მინიმუმ რამდენიმე რეგიონში მაინც. აი ესეთი ცინიკური ჩამონათვალი არის, მინიმუმ ტერიტორიების ნაწილს რომ შევეხოთ ხალხო, ანუ რაზე არის საუბარი, სუმში და ხარკოვში ტერიტორიებს სიმბოლურად გადავცემო კეთილინების ნიშნად რომ ამბობს პუტინი, ანუ იქ საუბარი არის გაგეცინებათ რაზე. სუმში მაგალითად თითქმის საზღვრამდე განდევნეს უკვე უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები ძალიან პატარა ტერიტორიას აკონტროლებენ ისინი სუმის ტერიტორიაზე და ხარკოვშიც არ აქვს არანაირი განსაკუთრებული წინსვლა. სამაგიეროდ ისინი, ანუ რუსეთი ითხოვს მთელი დონეცკის და ლუგანსკის ოლქიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანას, რაც ნიშნავს მათთვის უდიდეს უპირატესობის მიცემას და რაც მთავარია ამ ტერიტორიების ნაწილის უბრძოლველად ჩაბარებას. და საუბარი არის იმ ნაწილზე, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის არის უკრაინის თავდაცვისთვის. მოდი რუკაც მოვიშველიოთ, რომ უფრო ადვილად აღსაქმელი გახდეს თუ რაზე არის საუბარი და რატომ ითხოვს ამას ასე დაჟინებით პუტინი, რომ უბრძოლველად დათმოს დონბასი, ანუ დონეცკი და ლუგანსკი სრულად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და გავიდნენ იქიდან.
აი ამ ტერიტორიაზეა საუბარი, სადაც მნიშვნელოვანი თავდაცვითი ხაზია გამაგრებული უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან. აქ არის მთელი რიგი ზონები, სადაც ფორტიფიკაციებია მოწყობილი, თხრილებია მოწყობილი, მავთულხლართები, ასე და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე კარგად გამაგრებული ზონა და სულელები არ არიან, როდესაც ამას აკეთებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი რეგიონის დათმობა. აი ამ რეგიონის დათმობა დიდ სამხედრო უპირატესობას აძლევს რუსეთს უკვე შემდგომი შეტევებისთვის სხვა ოლქების მიმართულებით. პირველ რიგში აქ საუბარია დნიპროზე, საუბარია ზაპოროჟიეზე, საუბარია ასევე ოდესაზე და შემდეგ უკვე რა ხდება, შემდეგ მივადგებით მოლდოვას. მოკლედ აი ეს არის ამოცანა, ყირიმს უკვე აკონტროლებს, აქ ნაწილი ტერიტორიების ოკუპირებული აქვს, თუ დონბასსაც აითვისებს. ამ შემთხვევაში ბევრი არაფერი აღარ დარჩება იმისთვის, რომ ადვილად გაიყვალონ გზა რუსმა აგრესორებმა შემდეგი სტრატეგიული ამოცანებისკენ. აქედან გამომდინარე ძალიან პრინციპული საკითხია დონეცკისა და ლუგანსკის ასე დათმობა უკრაინისთვის. შესაბამისად უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა ამაზე ძალიან მკაფიო განცხადება, რომ არავისთვის არაფრის გაცვლას არ აპირებს და არავისთვის არაფრის ჩუქებას არ აპირებს. თან აქ ყველაზე ცინიკური ის არის კიდევ, რომ საერთოდ რა გაცვლაზეა საუბარი, თითქოს რაღაცა უკრაინა ფლობდეს და ოკუპირებული კონდეს რუსეთის ტერიტორიები და მოდი შენეს მომეცი მე იმას დაგიბრუნებ დაახლოებით ასეთი მოცემულობა იყოს. თავიდანვე გასაკვირი იყო ჯერ კიდევ პუტინისა და ტრამპის შეხვედრამდე. ტრამპი ახსენებდა მაგ ფრაზას, რომ შესაძლოა განიხილონ რაღაც მხარეებმა ერთმანეთთან ტერიტორიების გაცვლის საკითხი. სასაცილოა რა გაცვლაზეა საერთოდ საუბარი, ხო? 3 წელზე მეტია რუსეთი ახორციელებს სრულ მასშტაბიან ომს უკრაინის ტერიტორიაზე და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი მიიღოს. და ძალიან ბევრს აქვს კაფიო პოზიცია და კაფიო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არ აპირებს ახლა რაღაცა მინიმუმზე შეჩერებას და თუ მას მისცემენ წინსვლის საშუალებას, ის აუცილებლად არ გაჩერდება და მისი მომდევნო სამიზნე იქნება ჯერ ერთი უკრაინის სრულად ოკუპირება და შემდეგ უკვე აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებისთვის დამატებით საფრთხეების შექმნა. აქ პირველ რიგში სიაში იქნებიან მოლდოვა, სიაში იქნებიან ბალტიისპირეთის ქვეყნები. ეს არის და ეს, მოკლედ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბებერმა ევროპამ აჩვენოს იქნებ ძალა. კარგია რომ ისინი აკეთებენ ერთიანობის დემონსტრირებას. კარგია რომ დღეს ბრიუსელში იყო ზელენსკი, გამართა შეხვედრები ლიდერებთან, იყო ოფიციალური განცხადებები, მათ შორის მათგან ვინც ხვალ ზელენსკისთან ერთად ჩადის ვაშინგტონში. ცნობილია ჩამონათვალიც, ესე იგი ხვალ იქნებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ნატოს გენერალური მდივანი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის ლიდერები და იმედია რომ მათ მიეცემათ იმის საშუალება, რომ გარკვეულწილად გავლენა მოახდინონ ტრამპზე მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მათ დიდი ალბათობით უნდა უთხრან ტრამპს, რომ ისინი არ აპირებენ უკან ნაბიჯების გადადგმას უკრაინის დახმარების თვალსაზრისით. მათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა აჩვენონ მზაობა იმის, რომ გააჩნიათ რესურსები, გააჩნიათ ფინანსები იმისთვის, რომ მინიმუმ განაგრძონ ამერიკული შეიარაღების შესყიდვა უკრაინის დასახმარებლად და მნიშვნელოვანია აჩვენონ პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ არ მოხდეს უკრაინის იძულება მშვიდობის მისაღწევად დათმოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ზელენსკის მოქმედებები, მისი ნაბიჯები, მისი განცხადებები, მისი სიფრთხილე და მისი მოზომილი პოლიტიკური სვლები ტრამპთან შეხვედრის დროს. უკვე არსებობს ძალიან ცუდი გამოცდილება მანამდე და არსებობს ასევე პოზიტიური გამოცდილება აი ამ ცუდი გამოცდილების შემდეგ, თეთრი სახლის სკანდალის შემდეგ, პრინციპში ჩვენ ვნახეთ, რომ ზელენსკიმ გარკვეული გაკვეთილი მიიღო, დაიწყო მადლობების გადახდა ტრამპისთვის, დაიწყო მისთვის ინიციატივების მიცემა, ყველა შემთხვევაში ის თანხმდებოდა შეერთებული შტატების პოზიციებს, მოლაპარაკებებთან, ცეცხლის შეწყვეტასთან და ასე შემდეგ დაკავშირებით და იმედია, რომ ახლაც ეს გამოცდილება იქნება მის მხარეს და საბოლოოდ ხვალ არ იქნება წინადადებები, რომელიც ერთ-ერთში გაიმეორებს პუტინის მოთხოვნებს ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით, სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით და გაურკვეველ ეგრეთ წოდებულ
სამშვიდობო გარანტიებთან დაკავშირებით, რომელსაც ალბათ დიდი ალბათობით მალევე დაარღვევს რუსეთი და განაგრძობს შემდეგი სტრატეგიული ამოცანების მიღწევას. ამას დიდი ალბათობით კარგად აცნობიერებენ ევროპელი ლიდერებიც. მე ეჭვი არ მეპარება, რომ კარგად აცნობიერებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციაც, უბრალოდ მთავარი არის ახლა, რომ რაღაც სხვა ინტერესებზე არ გაიცვალოს უკრაინის საკითხი. ბოლოს მინდა პოზიტიური ამბით დავასრულო, რომელიც ეხება უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას. მე წინა ვიდეო მქონდა 3-4 დღის წინ, როდესაც ვსაუბრობდი პოკროვსკთან ახლოს დობროპილიას მიმართულებით რუსების სწრაფი გარღვევის შესახებ, დაახლოებით 10-12 კილომეტრის სიღრმეში მოახერხეს მათ შეღწევა, სწრაფი საკმაოდ ეფექტური გარღვევა, რაც მნიშვნელოვანია ევროკაზეც რომ ნახოთ მათ 15 აგვისტოსთვის ეს მოცემულობა იყო, გადაკვეთილი ჰქონდათ უკრაინის მნიშვნელოვანი თავდაცვითი ზღუდე, ასევე დაკავებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზა დობროპილიადან კრამატორსკის მიმართულებით, საიდანაც ხდება საჭირო ტვირთების გადაზიდვა, მაგრამ დაახლოებით 2 დღეში მას შემდეგ რაც აზოველები ჩაერთვნენ საქმეში 16 აგვისტოსთვის უკვე ესეთი მოცემულობა გვაქვს, არათუ მოხდა შეჩერება რუსეთის ამ შეტევის და აკვეთა იმის, რომ იქ დამატებითი ძალების ტექნიკის შეყვანა და შემდეგი საფრთხეების და შემდეგი მიმართულებების განვითარება შეცლებოდათ რუსებს, მნიშვნელოვნად დაახევინეს მათ უკან. ამ სექტორში მაგალითად ხედავთ, რომ რუსული შენაერთები, რაც არის დარჩენილი, ალყაში არიან მოქცეული და მიმდინარეობს მათზე ნადირობა. გარდა ამისა, სხვა მხრიდანაც არის აქ კონტრშეტევის ფაზები და გათავისუფლებული ტერიტორიები, რაც მნიშვნელოვანია ასევე პოკროვსკისთვისაც, რომელიც თუ ეს შეტევა ასე განვითარდებოდა რუსების დიდი ალბათობით მოექცეოდა ალყაში, ეს რისკებიც შემცირებული არის უკრაინელების ამ მანევრების შედეგად. ასე რომ ფრონტზე ისე არ არის საქმე, როგორც რუსებს უნდა წარმოაჩინოს, მათი პოლიტიკური ლიდერები ხშირად იმეორებენ და ამას მერე ექო მოყვება ხოლმე შტატებშიც, რომ რუსები წინ მიიწევენ და დიდი ძალაა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც მთლად ასე არ არის საქმე, მათ ძალიან დიდი დანაკარგების ფასად უჯდებათ ეს ყველაფერი და ხშირად თუნდაც ამ მაგალითზე რო ვთქვათ, საპასუხო ზომებსაც ძალიან ეფექტურად იღებენ ხოლმე უკრაინის შეიარაღებული ძალები. დაგემშვიდობებით, ამჯერად უკვე დიდი პაუზა აღარ გვექნება. ნახოთ უკვე ხვალ როგორ წავა პროცესი ვაშინგტონში, რა შედეგებს მიაღწევს ზელენსკი, რომელიც ჩადის ტრამპთან შესახვედრად და როგორი იქნება მათ შორის ევროპელი ლიდერების როლი ამ პროცესში, იმისთვის რომ არ მოხდეს უკრაინის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება. დროებით თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ და კომენტარეთ, გამოთქვით თქვენი აზრი და თუ არ ხართ ჩემი გამომწერები, მოგიწოდებთ რომ გამომიწერეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. ნახვამდის.